კარგი ირაკლი რა დროს ბათუმია რა. არ გახსოვს ნუცუბიძეზე არ გადავედით და ახლა ბათუმში არ წამიყვანო გეხვეწები რა. მარიკუნა, ნუცუბიძეზე არ გადავედით ჩვენ, იმიტომ რომ იყო ტრანსპორტის პრობლემა, მარიკა. და ამ ბათუმში არ არის ტრანსპორტის პრობლემა, ყველაფერი დადის მარიკა. ისე ტაქსი დადის, სამარშრუტო ტაქსი დადის, ავტობუსი დადის, სკუტერი დადის, პარაშუტი დადის. ბანანიც კი დადის. ის კაცი დადის კიდე ასე აცმული რო აქვს რაღაცეები და კარგი რა მარიკა რა. აბა თუ გამოიცნობ ვინ არის? დათოა? ხოჭა. არ გააღო. ბარგით არის თუ უბარგოთ? გააღე. მოდი როგორ მომენახე. არა მისავს, როგორ ხარ? კოსტუმ? მუთახ. კარგი ხო? შევთანხმდით ახლა ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ეს ნერვები, ნუ დამაგლიჯავ შენ კიდე. ხმას არ ვიღებთ არც ერთი. შევთანხმდით? გასაგებია. გაიგე ხო? გავიგე. კოსტუმ, მუთახ. კოსტუმ. კარგი. კოსტუმ. და თუ არ მოგენატრეთ? კი, მომენატრა. როგორ არ მომენატრა? ძალიან მომენატრა ჩემი ოთახი. ნაჭირს ოთახს. არაფერი დათო დავალაგეთ. ასეთი იყო? ჩაის ხოდალე? ცოტას. აბა მითხარით რა მოიფიქრეთ? გადაგიხართ ბათუმში. რაიმე დათო არ ვიცი რა, დილიდან მაგ თემაზე ვკამათობთ, გავგიჟდი უკვე. აბა არ ვიცი, გადავიდეთ ამ ბათუმში, არ გადავიდეთ, რო გადავიდეთ, მე ამ სახლს რა უყოთ? ნუ არ ვიცი რა. კარგი რა ირაკლი რა კაცი ხარ ამ მოკლეს. რა შორიდან მივილი, პირდაპირ მითხარი. მე მოვხედო მომეცდე სახლი, მე მივხედავ და მოვურე ყველაფერი, აბა? მე მაიმუნი ხარ რა. ირა. ბათუმის სახლში ხარ გაგიცვალოთ ეს ბინა, ჰა? 20 ლარის დამატება მოგიწევს. მე 20 ლარი უნდა იმათ. რაც მაიმუნო, რატო მაიმუნო? რას მაიმუნო? კაკრო 20 ლარი. მაიმუნო? რა, მიკრო გადახვალდა რომ წინასწარ მოგთხოვს ერთთვის. რას გადაიხდე? აიმე რა მაიმუნი ხარ რა მართლა რა მასხარა ხარ რა მასხარა მარიკა წავიდეთ რა მარიკუნა ამ ბათუმში რა ძალიან კარგია მარიკა წავიდეთ გეუბნები თან დიდი განსხვავება კი არ არის თბილისის და ბათუმის შორის მარიკუნა აქ თუ ოკრიბაა იქ პორტია აქ თუ დიდი დიღომია იქ ჭაობია ხო და აქ თუ ღლონტებია იქ მედუზებია მარიკუნა წავიდეთ ირა ხო იცი თან მე ზღვა დიდად არ მიყვარს აბა ის მე ვიყავი მაშინ არა მე თა ბევრად მირჩევნია კი ეხლა თა თუ ურჩევნია ირაკლი ბათუმი თქვენ არ გამოგადგებათ ხულოში იქირავე გამიშვერთი რა დამაწყვეტა ნერვები თავი მაქვს მე გადასწარები ჰაერია კარგია დიდი ერთი რა კარგი ირაკლი რა მასაც არ ინერვიულ ხარ რა მოგივიდა გამოჩდება სხვა რამე სადმე უკეთესი პირობები აბა რა გამოჩდება უკეთესი პირობები და ვარიანტებიც გამოჩდება ძალიან ბევრი გამოჩდება სხვაგან მაგალითად ონი ხონი დაისი წალკა ადიგენი ეს იქების მეტი რა არის რატო
ეხლა მაგრამ ეხლა პრინციპში ეხლა ირაკლისაც ვეთანხმები ხარ რომ ელოდოს ეხლა სხვა ვარიანტებს შეიძლება აბა ნახე რა ხდება სულ ახალგაზრდებს ინჩევენ ეს დრო კიდე გაათმის ამიშვირა ინსულტი დამარცხეს სამაგეროდ ბათუმში შანსი გაქვს მეორე სამსახურით იშოვო შაბათკვირას გეტყვი ხარ აი რატო მიდი და იყიდე დათვის ბელი ვინა დათვის ბელი დილობით დილი ვასაძე გაუყევი ერთ სანაპიროს მე ჩამოუყევი მე ვიღაც დაინტერესდება ფოტოს გადაიღებ შენთან მე დათან გადაიღებ და აწყობ ესე ბიზნეს ესე დაიწყო იმება ჯიბომაც არი ხმა ეს კაი გამახსენე დიახ ვინ გავიცალი იცი ბათუმში მარიკუნა ჯიბო ვინ ჯიბო ჯიბო შენ რომ მოწონდი ჯიბო აი დათო მირიგებდა ჯიბოს შემჭამა გაყევი თოლად კარგი ბიჭია გაყევი თოლად კარგი ბიჭია ესე იგი ჯიბოს აჰა წავედი მე დამირეკეს ახლა საქმე მაქვს გასასწორო რა ბრძანე ასასვლელი ვარ მეთქი ახლა დამირეკეს აუცილებელი საქმე გამომიშნე და უნდა წავიდე ასასვლელი კი არა გასაქცევი ხარ გასაქცევი მიბრძანდით მირბიო ისე რო უყურდები ირა მე მგონი მართლა ეს ჩემი ხდება ეს საქმე ნენელა მუთაკ ვერ არის ხო ეს შენი ბიძაშვილი ხო? სულ გააფრინა ხო? ხო მუთაკ ხო მე და ლაშიკო ნელისთან უნდა გავარდე ძალიან გვეჩქარება ავის დალევასაც ვერ ვასწრებს და რომ მორჩები მე მაგი დაალაგე ხო ავალაგებ მაგრამ კეთო იცი რა არის ის ვერ ვიპოვე ჩვენი მაგიდის გადასაცმენდი რომელი აი ეს ყვითელი მე არ ვიცი აი ინებეთ თქვენი ყავა და თუ რამე დაგჭირდეთ დამიძახეთ აქვე ვიტრიალეთ კარგი ხა მაგის დროა მიდი ახლა შენ დროზე შეჭამე უნდა გავარდე ჩვენ გვეჩქარება მიდი ამშია მე კეთება არქშია არა არქშია ქვეყნის რამე გამოგიგზავნე სოფლიდან და მიდი შედი ლაშიკო რამე შეჭამე აი თუ რაღაც ამას გავსინჯავეთ ამშია მე კეთება ხო ისე მანდარინი მინდოდა და ვერ ვნახე მანდარინი გათავდა როგორ შეეწყო სიძის შემოსვლა დაბრუნება ოჯახს აი არა თამარ მე მართლა გეუბნები ერთიც არ მიჭამია ხო არა მძღოლმა ჭამა გზაში სამტრედიიდან აქამდე შენ ლაშა მომისმინე ესე კი არქშია ხო არა მე კარგი მაშინ მიდი შედი ოთახში მოემზადე ჩვენ გვეჩქარება მიდი გელოდები ლაშა ეს კაცო შევალ მე მოემზადები კეთება რამშია და არაფერია კეთო ეხლა ამას რომ ვუყურებ იცი როგორ იქცევა თვეში ერთხელ ხომ არ გამოვუწეროთ ეს გაბუტოები რა ვიცი აბა მოიცეთ ახლა შევხედავ თუ რაღაცას უყურმა ჩაიცვამს კეთო ბატონო მოდი გეხოცები მითხარ ნელისთან რატომ მიდიხარ? კაი ჩომად მოიცადე ერთ გაკვირვებულია და აინტერესებს პირველად ხდება რომ ლაშიკო ცოლს გაშორდა და ეხლა ისევ შეურიგდა თობა აინტერესებს რომ ნახო შედი თან იქ ფარდები მაქვს ჩემი დატოვებული ესე კი წვანე და უთო ჩემი უთო ამას არ შეიძლება ეთემარ მიშა
გავედით ხო ვა, ხო. თამარ, წავედი ჩვენ და უკეთეს გიტოვებთ. შენ არ გამოაკლდე არაფერს. მიკეტე ხო კარი და შემოდი. თამარ აი ლოტარიის 2 ბილეთი ვიყიდე, ერთი შენთვის, ერთი ჩემთვის. დღეს დავსხდეთ უყუროთ და მოვიგოთ. მე მოგეგო და მე შემოგეტანა. რა ვიცი. კეთოს დავურეკავ. ვაიმე, ტელეფონი დარჩა, წერილს დავუწერ. კეთევან. იქნებ რა მინდა დაუწერო, რა ჩამომადექი. მე და ვახო წავედით მაღაზიაში ჩემთან სამსახურში. ტელეფონი დაგრჩა და ვერ გითხარი. ვახომ ლოტარიის ბილეთები მაჩუქა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მოვიგებ. ერთხელ მაცადე. ერთხელ ხო უნდა გამიმართლოს. წავიდეთ რა, დაგვაგვიანდა თან გული მიგზნობს უნდა მოვიგოთ. რაიმე ვახო შენ გული ბევრ სისულელეებს გიგრძნობს და ყველაფერს ნუ დაუჯერებ. უკაცრავად ერთი წვენი რა თუ შეიძლება? ახლა სანდრო რაღაც მინდა გითხრა და ნერვიულობ. აი არ ვიცი გითხრა თუ არა. რატო ნერვიულობ? წვენი აღარ გაქვს? სალომე, მომისმენი არ არის პრობლემა. თუ არ გაქვს, მივალ და როგორც კაცი კაცს დავალაპარაკე. არა სანდრო, ეგ არაფერს შუაში არ არის. ეხლა მიუტა წვენს და მოვალ. რატო ნერვიულობს? წვენი აქვს. გოჯის გრიპის წამალი გამოიგონეს. რა ნერვიულობს? რატო სანდრო? ახლა მომისმინა ყურადღებით. ცოტა ხანში მე მექნება შვებულება. და მე ვიფიქრე რომ მე და შენ მარტო სადმე წავიდეთ დასასვენებლად. ხონთ ნერვიულობ. როდის გაქვს შვებულება? ერთ თვეში. მოიცა ერთ თვეში ზაფხულია? არა სანდრო, ზაფხული არ არის, ახალი წელია და საახალწლოდ სადმე წავსულიყავი დასასვენებლად. ზაფხული რო იყოს, ვიცი სადაც წავიდეთ, მაგრამ ახალწლად სადმე წავიდეთ? მე ვიფიქრე ბაკურიანში მაგალითად. არა, ბაკურიანში არა. ფეხს მოვიდეხავ. აი ხომ თქვი ნერვიულობ თქო. შენც კიდე ნუ დადგებით ხილამურებს და არ მოიტეხავ. რა ხილამურებზე სალომე? მაგ შემთხვევაში ორივე ფეხს მოვიდეხავ. ციგაზე ერთ ფეხს ვიტეხავ ხოლმე. გუგულებო, რას უგალობთ აბა ერთმანეთს? ვაიმე თამარ. ხო. დასასვენებლად გვინდა სადმე წავიდეთ. ხო, ოი კეთო იყო ეხლა სამტრედიაში მოიცადე დავრეკავ და გავიგებ ფასებს. არა. ხო არ მინდა ეხლა.
შენ ჯულიეტა. კეთუს ტელეფონი დარჩა სახლში. ხო და წერილი მინდა დავუტოვო რა შენთან და შენ თუ ვერ ნახე სანდროს გარდა მიეცი ნებისმიერს ჩვენიანს რომ მისცენ მე კეთუსას ხო ეს წერილი. ხო. წერილი რატო დაწერე რა? ანდერსტოვე? კარგი დადე ბართან და მე მივხედავ. იცინი? რეებსეუბნები არ გეშინია, მე იცი როგორ გეშინია მაგისი. რის უნდა მეშინოდეს? ეხლა ნახე. თამარ. იცი რა ქენი? აი, იცი რა იმგერე? ჩავაბარე ფუკანას ხნელწერი. შენ რაღა გაცინებს, გოგო. დასასვენებლად გინდათ წასვლა, ხო? იცით რა ქენით? წყალტუბოში წადით, ამბობენ უხდებაო. ხლა ერთნაირები ხარ და არა, კარგად არის ნათქვამი, რა ფერი ფერსაო. წავედი მე. კიდე დავეწე, კიდე რა მეუთხა? შენ ჯობია ის მოიფიქრა რა ვქნათ. რა ვქნათ? ეგვიპტეში წავიდეთ. არა, ეგვიპტეში მეშინია. ისი გეშინია სალომე, მე შენს გვერდით არ ვიქნები? ხო და ზუსტად მაგის მეშინია, ან აქნებიდან ან პირამიდიდან დაგორდები. უკაცრავად ფურცელი ხო არ გექნებათ? აი, იქ ნახეთიდება რამე ფურცელი. ეს ბიჭი მე მგონი შარზე, ეხა მივალ და როგორც კაცი ისე დაველაპარაკე სალომე. სანდრო, კარგი რა, არ არის საჭირო ნამდვილად რა. კარგი. მე ვიცი რაც უნდა ვქნა. ეხლა მე დავრეკავ ნოცრაზე და გავიგებ ტურისტული კომპანიების ნომერს და რამე მოვიფიქროთ. ეს დაელოდეთ ოპერატორს. რაო? მათხოვ ერთი წუთი მოიცადე ახლა ნახე. გთხოვთ დაელოდოთ სანდროს. აურა, ვახო, დღეს უნდა მოვიგოთ. ხო? ხო. აბა რა თამარ, თუ სიყვარულში არ გიმართლებს, თამაში გაგიმართლებს. ვაიმე ნუ მომიშლი ახლა ნერვებს, თორე ვერ გაგიმართლებს ვერავინ. ნატო, ისე ახლა რა, თუ მოვიგე რაღაც თანხას აჩუქარს გიყი. ხო, მართლა. ესეთი მადლობა. აბა, იწება, ეხა მალე დაი. ვახო, რა არის? რა დავინახო? არც გამოსახულება და არც ხმა. შემეურია თამარ რა, ანტენის ბრალია მე რა შვაში. მინდი მოკიდე ხელი აბა ანტენას და გაასწორი ანიკი დადექი ანაკეთ. ესე კაია? ხო. არა. აბა გაასწორე იქ. აი, ესე შენ რა დღეში ხარ? არა, არ ვარ გარა, ხარვეზები აქ რა არის? დადექი, ნორმალურად გაასწორე. აი ეგრე იდექი, ხო. შენ ახლა თუ არ უყურე ისე რა ვერ გაიგებ რა მოხდება? აი მე იწყება, ძალიან გნებდილობ. ხო. ვახო. ბატონო. ჩემი ბილეთი ეგ არის, ეს შენია. აბა, მეცა? აბა? ნომერი? რაო? 23. არის აქ. 23. რას გამომგლიჯე, ვერ გავიგე ეგ ბილეთი, ჩემი იყო, მომეცია. 23 მაქვს. მოიცადე, აი 23. აბა ეხლა ნომერი 7. 7 შენ და 7 აი მაქვს. მაქვს ხო. აბა რატო არ მექნება გენაცვალე? ღლონტებს ისეთი ბედი გვაქვს ყველაფერში. სახლი გინდა, კარი გინდა, ოჯახი გინდა, სიძე გინდა. ისე სიძე მართლა კარგი გყავს. აი მე სან
მანძა გააჩუმეთ ვინმე. მოიცა. ესე იგი 78. 78. აი. Max. რა დღეში ხარ შენ? დისტანცია. რა ვიცი. მაქსო და რებს მიშლი. ბაი ხარ ასე ტყვის. ნომერი 36. არა მაქვს. არა? მოიწიე ხო ვახო. ეხლა უნდა ამოვიდეს 28 და ვიგებ. ვაიმე, ამოდი. გაჩერდი გოგო დადექი რა, ვაიმე 28. მოიცა? ვაიმე ვახო. მოვიდე. ვაიმე რატო? მოვიდი არ არსებობს. ვერა ხარ შენ კარგად. მეტის სიხარული კი არ ვარ, მოვწყდი. ეხლა ნახე დაიწყებენ, ფული მოიგე, აბა საჩუქარი უნდა გვიყიდო, აბა ეს ვის რა ვუყიდო, ვის რას შევპირდი, ძალიან მაინტერესებს. აბა სანდრო, კიდე რა ხდებოდა ბათუმში? არც არაფერი ესეთი. იცი ვინ ნახეთ ბათუმში? ანანო და არსენა. არსენა? ხელოსანი? ვაიმე მართლა? ისე კი. ანანოს კი უნდა ყავდეს ეგეთი შეყვარებული ისეთი მანქანა ყავს. გამარჯობა. გაშევით. აუ სალონა გიხოცები ყავა გამიკეთე რა. კი. სანდრო, როგორ ხარ? ჩვენ კარგად. თქვენ? ჩვენ. ანანო, სანდრო მიგულისხმე შენ როგორ ხარ? ოფელ თქვენებით მოგმართვა. თქვენ. ხო, როგორ ხარ? ანანო. კარგად ვარ, სანდრო. შენ როგორ ხარ? ვაა. გამარჯობა. გამარჯობა, ანანო. როგორ ხართ? ყველანი თქვენობით რატომ ელაპარაკებით? როგორ რატო გილაპარაკებით? შენობით გილაპარაკებით, არ შეიძლება თქვენობით გილაპარაკო? ელემენტარული ზრდილობის ამბავი. აბა, მეც ვიცი. ელაპარაკეთ. სალომე, ლუდი მომიტანე რა. რომელი ლუდი რაგლი? ლუდი ბათუმური გვაქვს? არ გვაქვს. არც არსენალნაე? არა, არც ეგარ გვაქვს. არ ქონია დირაკლი. მაშინ რასაც ვსვამ ხოლმე ის მომიტანე. რასაც ვსვამ? დადო. ეს არსენალნოე, არსენალ. სანდრო, ეხლა მომისმინე შენ რა უნდა. საერთოდ არ გამოიუხმა. კაიგი. საერთოდ არ მკითხო რატო, რისთვის, როგორ, რანაირად, სად, რატომ? რატო და თამაში არის ესეთი ეხლა, თამაში ესეთი იგებ მე. რას ვიგებ? მოგებას. კარგი. ანანო, აი შენი ყავა. ვაიმე, მადლობა. აიმე, რაღაცნაირი გამოაქვს. უკეთესი როდის გასინჯე? უკეთესი 3 დღის წინ. სად? სადაბა.
ბატონზე. ირაკლი, აი შენელოდი. მადლობა, სალომე, თქვენ როგორ ხართ შენ და სანდრო, რა არის თქვენსკენ ახალი? რა ვიცი, ირაკლი, აი სადმე გვინდა წასვლა დასასვენებლად და ვერ მოვიფიქრეთ. ვაიმე, სიღნაღში წადით რა. სიღნაღი ხო სიყვარულის ქალაქია. რატო ეხა მაინდა-მაინც ხო სინაგი რატოა ეხა მარტო სიყვარულის ქალაქი რა ბათუმი ნაკლებია? ისე მე ბათუმში ვაპირებ წასვლას. რაღაცა საქმე მაქვს და ხო არიცით შემთხვევით იქ როგორი ამინდებია? მე ბათუმში კაი ამინდებია. რა იცით? ამინდის პროგნოზ მოусმინი ამ დილით. ხო. სად იყავი ეს ორი დღე რო არ ჩანდი? შედ ვიყავი. სად იყავი? სად ვიყავი? თუ სად ვიყავი? თუ ვაიმე, ქუთაისში. მეგობრები წავედით ქუთაისში რა. ირაკლი, ვერ გავიდე მე აქ რა ხდება. ქუთაისში ვიყავით ჩვენ თუ ბათუმში. რა გამითხარი, კაცო, ეს მუთა გადაკოსტუმა სად იყო აბა? რა გითხარი მე შეცადრო ხმა რა მოიღო ხო გითხარი რა? ხო გითხარი ხმა რა მოიღო თამაში ამეთი წავაგე ხა მოგიბო წავაგე, აღარ მინდა მე ეგეთი თამაში. წავამა ჩემ სალომესთან. წადი. მოიცა თქვენ რა ბათუმში იყავით? გისმენთ კარგად თავად კარგ სახამოს დიახ საღამოს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა და ესე იგი შევხვდებით ნახამდის ბებო აიმე სანდრო, ირაკლი, ახლა წერილს მიცემა დამა. მე მიმცევ რა წერილს. ორიგინალურად მიცემ. ირა წერილი თუ სიხარული? სიხარული. მომეცი კაცო ერთი მომეცი რა. თამარის წერილია. რა პატარა წერილია, წერილის დაწერაშიც რა წუწურაკი ყოფილა. ესე იგი, ქეთევან მე და ვახო წავედით. ტელეფონი დაგჭა და ვერ გითხარი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ერთხელ ხომ უნდა გამემართო. რა მოხდა რა? რა მოხდა? რა მოხდა ხა სადრო რატო გამაგიჟ რა მოხდა? რა საქმე? რა წავაგე? შამპანური. რა შამპანური? მე შამპანური არ წამიგიაი რა. რა შამპანური? შამპანური. ახლაც შეუღლებულები უნდა დავლოცო. ირა არ მომიყვანია ჯერ სალომე ცოლად და. ვაიმე. რა? სანდრო, თამარი გათხოვდა. ჰაი. რა ვიცი ჩემო ნაზი, რა ჩერიგდებიან. მე რომ ჩემი შვილის ამბავი ვიცი. დედა მოვედით. გენაცვალე დედა მოვედით. მოვედით დედიკო. მაინ ჩერიგდით ხომ დედიკო? როგორ გამახარე? დედა დეშა მოვედით, მაგრამ მალე უნდა წავედით დედა და მამა სად არის?
მამა ბაზარშია, დედიკო, ახალ ხორცს მოვიტანა. უნდა დამრჩი სახლში მარტო მედე. ვაიმე, მე თქვენს გაყოლოდით მარტო რატომ რჩებოდით, დედიკო? არა, მე უბრალოდ ვიფიქრე გულს გადააყოლებდით, თორემ მე აბაჰა, მე არაფერი. დედიკო, რაღაცა შეფერთხილი მეჩვენები შენ. არ გაჭმევენ არა დედა. მოგიკვდი დედა შენ შედი ახლა სამზარეულოში და ჭამე რამდენსაც მოერევი დედა. არქშია. ხო არქშია ლაშა? არა, ამში არა. დაველოდოთ მამას, დაველოდოთ, რა უჩამო. კეთებან, მოდი ჩემთან შვიდო. მოდი, დაჭიქი. მოკლედ? შვილებო, მე და მურთაზმა ვიფიქრეთ ბევრი და გადავწყვიტეთ. ეს ბინა უნდა გავყიდოთ. ვაიმე, ჩვენ ადგილები აღარ გვაქვს. მე დედა. ლაშა. მოგიკვდი დედა. მე ის რომ გავყიდოთ ეს ბინა, ვიყიდოთ ორი პატარა ბინა. ხო და ყველანი ვიქნებით კარგად. რა სიტყვით? ვაიმე, დედიკო. დედა, მე ის ფული გვიყოფა? ხო დედა, ამაზე ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ და მურთაზი ბანკში იყო სესხის სასახი. აი ხომ წარმოუდგენელია რომ მურთას სესხი არ მისცე. ვაიმე. არ მისცე შვილი. ვაიმე, ვიცით პრობლემებია სესხზე კი, აი ძალიან დიდი პრობლემებია, იცით? ჩემს თამარ სტუდენტური სესხი უნდოდა და არ მისცეს. რაღაც მომწყურდა ერთი წუთით გავალ წყალს დავლე. ონკანი ხომ ისე იქ არის თუ რაც მე წავედი გადაადგილე. არა, ისე იქ არის. იქ არის, სადაც დავტოვე, შევამოწმებ ნახე. დედიკო, მისმინე. 90,000-იანი კლიენტი მიშოვდა. მართლა დედა, მე დედიკო გავყიდოთ და 30,000-იანი ორი პატარა ბინა ვიყიდოთ. ყველაფერი კარგად იქნება, დედიკო. დედა, დანარჩენი 30,000? დედა, შენი ამბავი რო ვიცი, შენ მესამე წოლზე გაჩერდები, დედა. შევინახოთ, შევინახოთ. ორი ბინის ყიდვა არაჩვეულებრივი იდეაა. მაგრამ ეს 30,000 გვეყოფა? რა ვიცი, დედიკო, რა ვიცი? ვიცი? არ ვიცი. ხო, იცით? დედა, ყველაფერი კარგად არის მოსაფიქრებელი. სწორად უნდა გავანაწილოთ ჩვენ ფული. დაიწყო. ესე იგი, რა უნდა გავაკეთოთ, ესე იგი ჩვენ. აჰა, ჩვენ რომ საბურთალოზე ვიყიდოთ და თქვენ სვანეთის უბანში? კარგი დედა, თანახმავარ დედიკო. თანახმა კარგით? აჰა, აბა უფრო უკეთესი ვარიანტი რა მოვიფიქრო, უფრო უკეთესი. სამგორისკენ რომ გადაიწიოთ ან ორთაჭალაშია თქვენ? ორთაჭალა კარგია დედიკო. კარგია, ხო, რა ვიცი, ხო ესე კარგია და ახლა უფრო უკეთესი, აი რა შეიძლება უფრო უკეთესი მინდა თქვენთვის. ვაიმე, მოსკოვის პროსპექტს აქები გიждებია, დედა. ხო, მოსკოვის პროსპექტი. კი, შენ მოგიკვდი, თანახმავარ დედა, თანახმავარ. ვაიმე, დედა. მე ვიცი დედა თქვენ რაც უნდა ქნათ, სოფელში უნდა წახვიდეთ დედა. აქ მაინც არაფერი არ ხდება დედა, სოფელი დედა წარმოიდგინე ყოველდილით ფანჯარას გაღებთ, ჭაცივი, წყალი, წიწილები, კრუხი, კათამინდაური, ყველაფერი. ნაშიკო დედა. ეხა ჩვენ გავალთ ჩვენი გასვლის დროა და კეთებან. წავალ და თამარსაც მოველაპარაკებით, ნუ მოკლედ დავფიქრდებით ამ ყველაფერს და გადავწყვიტოთ. რა ბარა დედა, თამარის გარეშე როგორ გადაწყდება ჩემ სახლში რა? კარგი დედიკო, მე დაგირეკავთ დედა. ჩემს ზარს დაელოდეთ დედა. კარგი, წავედი. დედიკო, დაგეცადა მამიკო, მოვა ახლა სადაცაა. არა დედა, იყოს მე ხვალ გამოვალ მარტო. ეს ქათმი სალათა შემინახე რა. მოგიკვდი დედა, შენ მოგიკვდი. მშიერია ბავშვი, მშიერია. ხო, ნაზი, ხო, მე აბა ვინ იქნება, ხო? შერიგნე. რა ვიცი ახლა ასე რომ შეხედა, მშვენივრად არიან ერთმანეთ. უიმე, არა, შენი ჭირი მე მგოგო, ჯერ უარი არ უთხრა თუ გიყვარდე. მე ჩემი შვილის ამბავი რომ ვიცი. ირა.
წაიკითხავს? კარგი რა სანდრო რა ფილმია და უყურე რა მშოვა აქვს წაიკითხავს რა ვიცი. ირა ეს მარკ შეიდერი რას ნიშნავს? მარკ შეიდერი არის სამთო ინჟინერი. მთებს ესენი აშენებენ? სანდრო, დადგი რა. დადგი, შუაში ჩადგი. მარიკუნა, ისე თამარი მაგარი გამოდგა რა. ნახე, მე მეგონა ეგ რო გათხოვდებოდა. თელ სამყაროს მოდებდა ამ ამბავს და ისე გაიპარა ჩუმად, ისე ჩეთევანმაც კი არ იცოდა, სანდრო, ჩადგი რა. მიდი. დაუკვირდი ახლა. აი სანდრო და სალომე ერთად არიან. დათო და ნატაც ერთად არიან. ლაშა და ქეთევანი შეერიგდნენ. აი ნახე, რამდენი კარგი რაღაც მოხდა რა. თან ეს მარტო თბილისში, მარიკუნა. თბილისში. და ბათუმში რამდენი ხდება ასეთი? ბათუმში? აბა? ანანო. რა და როდის თხოვდებიო? რა ვიცი მე? მართალია? ანანომ რა იცის? ეგ არსენას ეწოდინე. კაი რა ირაკლი რა. რა ვთქვი ახლა ამის თქმით? ხო, ამ არსენამ ხო იცის ხოლმე რაღაცეები, რა ვიცი მე, ყველაფერი იცისო და ვივარაუდე? შეიძლება ესეც იცო. ეგ არ იცი, არ თხოვდებს. დათო უცხარი ამას რამე რა. ო რა, აცალეთ ეხლა რა ნებეთ აი ხარ. როდის თხოვდები? აცალეთ რა იმ კაცს რა, გაჩარკავს იმ კლაპტებს და იფიქრებს. ანანო, ბადია. ესე იგი არსენამ ყველაფერი იცის? დიახაც იცის. მოტობურთი რა არის იცის? მე. ვაი. ყველანი არ ხართ? ჩემი სად არის? ქეთევან. დაჯექი. ჯერ დაჯექი. კეთო. აი თამარმა წერილი დაგიტოვა. წერილი ვაიმე. დაჯექი. რა? ეთემამიდა. ტელეფონი დარჩა. აი დაწვა. იმას ყოფილი. ეს ხომ ნაგაგავი. აი მე ჰარი არ ყოფილი. ყველაფერი გამოაყენე, ფანჯები, კარები, ყველაფერი გამოაყენე. მე ყოფილი გოგოები შეგო სანდრო. რა, ქეთევა შეგახანა? აივანზე გადი და იქ იყვირე ხო? ბავშვები არ შეაშინო. ირაკ, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ, რომ კუდი ჭერს ავკრათ. აბარაშა. ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ, აბა. აი გოგო ამოიჩი ლამაზი კიდისგან გამოუთვალე ეს ყვავილი და აშუქე ლექსის წაუგიტყდა როცა მინდა მაშინ არავინ დგას ეზოში რა თელ ქვეყანას უნდა გავაგებინო ჩემი თამარი რომ გათხოვდა ვაიმე დათუნა ლაშიკო ირაკლი სანდრო მაგიდა ჩემგან არ მომიყალია ცოლა გადახილე ჩემი თამარი ხალხო ჩემი თამარი ჩემი თამარი ხო დავახო ჩემი თამარი და ჩემი ვახო და ჩემი თამარი და ჩემი მოხუნა ჩემი თამარი და ჩემი რამინი ჩემი თამარი ჩემი რამინი რამინი ასულა კარი
ხო, მოდი. წერილი ხო? წერილში არაფერი ეწერა ირაკლი. აი, ყველაფერს მივხვდი. აი, არის ჩემი გული. ვიცი, ჩემი გული. ეხლა აი, ნაღდი თქვი რა. როგორ მოახერხე? როგორ მოახერხე? ო, ეს რისი მომხერხებელია, ისევ მე. არაფერი ანანო ესე იგი მე ველოდებოდი 28-ს ახო 5 და ბოლოს 28-მ გაიმარჯვა ვაიმე რა რომანტიკულია ხალ თამარჩი ოფიციალური ნაწილი როდის იქნება? ოფიციალური ნაწილი რა იყო იცი მე სამსახურიდან გავარდით ვახოს მეგობრის მანქანით ნატოც წამოყვა ის მაღალბორს როლაპარაკი ესეთი ამბავი ხდება და მე არ უნდა ვიყავო იქო ხო და იქ ხელი მოგვაწერიეს და გამოგვიშვეს თამრი ხო ხარ ბედნიერია თან კეთო ერთხელ ხო უნდა გამიმართო იმედია ეს ერთადერთი იქნება მწყევნი კიდე ახირე აბა რა ხო ბახო ეს მარიკუნა რა დიდი ამბავი 21 საუკუნეა მე და შენ ცოტა ჩამორჩით ჩამორჩი არიდნენ ყველაფერი კარგად იქნება ძალიან გამიხარდა მე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი თქვენი ამბავი რომ გავიგე ეს ძალიან გამიხარდა ჩემო თამარჩიკ რა რატო არ გაგიხარდებოდა ირაკლი იმიტომ რომ ეხლა უმუშევარი ადამიანი ხარ და გვერდით გიდგას ფინანსურად ძლიერი ოჯახი მე დაასხივენ მე მინდა ახლა დათვალიერებდი ეს ფინანსურად ძლიერი ოჯახი ვაგრძელო ხო კიდე მომაწოდეთ ესე იგი ალავერც ვარ ჩემ ლაშასთან შენ გენაცოდება როგორ აბა ესე იგი ჩემო ვახუშტი რეალ მინდორზე ატარა ბიჭი და ერთი კუდრაჭა გოგო რიქტაფელას თამაშობდა ირა რიქტაფელა რა არის თამაშია სანდრო თამაში მაპატი გაგიკვირდება და მაგას მივხვდი მაგრამ როგორი თამაშია ანუ როგორ თამაშობენ როგორ თამაშობენ და თავიდან დავიწყებ რა ვიდი შეინჭირება შეგერაცო აბა რეალ მინდორში ერთი პატარა ბიჭი და კუდრაჭა გოგო დამალობანას თამაშობდა დამალობანას ხო სანდრო არ გამოდის ეს სადღეგრძელო ამ დამალობანაზე და რიქტაფელას თამაშობდა რიქტაფელას თამაშობდა ხო ლაშა რა არის რიქტაფელა ვაიმე ეს ორი ბიჭი მომაშორე მარიკა ახლა აქედან ირაკლი დაანებე თავი მუიშნერებ დაანებე თავი ასე მოდი პირდაპირ ვთქვათ რა თამარ ვახუშტი თქვენ ახლა შექმნილ ოჯახს გაუმარჯოს რას გაუმარჯოს რა თქვენ ოჯახს გაუმარჯოს ჩვენ ოჯახს რა ციტი მომიწვა რა ხდება რა მოვიდა წერილი ხო დამიტოვე კი დავტოვე მაგრამ იქ რა ეწერა ქეთევა ბახო მოიტანა ლატარიის ბილეთები ხო და მოვიგე და მე მეგონა ეგ გაგიხარდათ რა არის ეს რა ციტი მომიწვეთ შენს მაგას ფიქრობ წამოდი რა სახლში წამოიყვანე სამომხები შემოვალ რიქტაფელა
ყველა დასხი დავლიოთ ირაკლი რა. რა დავლიოთ, ხო გაიგე არ გათხოვილა. მე ვერ ხედავ როგორ ადვილად გადავიტანეთ გადავშით ფაქტურად. ირა, გაიტანეს გრენლანდია. გადი. სანდოა ვითომ ბანკი? რა ვიცი აბა თამრი, რა ვიცი, იცი რა ვქნათ? აბა. სამზარეულო სამალავში შევინახოთ და ყველან უგაბავთ ხოლმე სახლიდან რა. მომისმინე და ბინა რომ ვიყიდოთ? ჰა? რაიმ ჩემ გულში ჯეკი შემეხლა თამრიცი. ჩემი და. ესე იგი თამრი, ახლა მე რა ვიფიქრე? აი კარგად მომისმინე და შენს მითხარი მე როგორ მოვიქცე. აბა. ესე იგი ნელი აპირებს იმ სახლის გაყიდვას. ხო, ხედავ, გაყიდვას აპირებს და ჩვენთვის აპირებს ცალკე ბინის ყიდვას. ეხლა შეხედე როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. ეს ბინა ხომ ჩვენია? ხო. რა სისულელია ჩვენია ხო? ნელის ბინა რომ ვიყიდოთ. ხო. ეს ბინა ჩვენია, ნელის ბინა ვიყიდოთ და წარმოვიდგინე ახლა კიდე ის ბინა ჩვენ რომ ნელი გვიყიდის. შეხედე ახლა რა ხდება? სამი ბინა შეგვრჩება, თამრია? იცი რა ქეთუ? ეს იგი ამ ბინაში მე დავრჩები, მე ვიქნები. მეორე ბინაში თქვენ გადახვალთ იცხოვრებ. ხო. და მესამე ბინას გავაქირავებ. რა, შემოსავალია. უფ. და თამრი, ხო იცი როგორ უნდა ვქნათ? უცხოელებზე უნდა გავაქირავთ. ეგენი ხო იცი ევროებს იხდიან. მასწავლი ხო მაგ ბიზნესს?